გარანტია და პროფესია, რომელიც შრომით ბაზარზე ყოველთვის მოთხოვნადია, ამართლებს თუ არა საქართველოში პროფესიული სასწავლებლები, სადაც მოსწავლეები 10 გამოცდის გარეშე ხვდებიან. ქრონიკამ ამ თემაზე დღეს სტუდენტების, პედაგოგების და განათლების სამინისტროს პოზიცია მოისმინა. პროფესიულ სასწავლებლებში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ განათლების მინისტრი აქ პირობების გაუმჯობესებას და სასწავლებლების რეაბილიტაციას გეგმავს. განათლების სისტემაში რეფორმების ახალმა ტალღამ მოსწავლეების მთელი ყურადღება 10 გამოცდის ჩაბარებაზე გადაიტანა. თუმცა მათთვის, ვისაც კომპეტენციის მინიმალური ზღვის გადალახვა არ სურს, თან პროფესიაც უკვე არჩეული აქვს, ალტერნატიული გზაც არსებობს. პროფესიული სასწავლებელი. მოსწავლეების უმეტესობამ ასეთი ინსტიტუტების არსებობის შესახებ არაფერი იცის. მე სკოლის გაგრძელებას ვაპირებ სწავლის უნივერსიტეტში და თუ არსებობს პროფესიულის არ ვიცი. არ ვიცი რა არის პროფესიული სასწავლებელი, მე ვაპირებ გავაგრძელო სწავლა უმაღლესში. სკოლის დამთავრების შემდეგ მე ვაპირებ ჩაბარებას უმაღლესში და ამ პროფესიული უნივერსიტეტის შესახებ არ გამიგია. ეს ხარვეზი მალე დაიძლევა. მეტი ინფორმაციისთვის მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყებამდე პროფესიული სასწავლებლის ნუსხას გააცნობენ და მათ მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. პროფესიული სასწავლებლები ერთგვარი გამოსავალი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ვერ გადალახავს, რომლებიც არ არიან მზად იმისთვის, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახონ. ტურიზმის პროფესიული სასწავლებელი იკაროსი 2 წლის წინ დაარსდა და დღეს ერთ-ერთი პრესტიჟული საგანმანათლებლო ცენტრია. თითქმის ყველა ფაკულტეტზე კონკურსი მაღალია. მზარეული, ბარმენი, სასტუმროს და რესტორნის მენეჯერი. პრაქტიკებს სტუდენტების სასწავლებელშივე უმაღლეს დონეზე გადიან. კურსდამთავრებულების უმეტესობა უკვე დასაქმებულია. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცის, მაგრამ საქართველოში არსებობს მზარეულების მომზადების პროფესიული კურსი, სადაც მოხვედრა ნებისმიერ თქვენგან შეუძლია თუ კი გაქვთ დამთავრებული სკოლაში 9 კლასი. და რაც მთავარია 2 წლიანი სწავლების შემდეგ აქ სამუშაოს დაწყების 100%-იანი შანსი გეძლევათ. ჩემი ჩაბარების მიხედვით მოხდი უფასოზე. ეს სასწავლებელია ძალიან ძლიერი, აქ გვასწავლიან უმაღლესი ცოდნის პედაგოგები და ამ სასწავლებლის დახმარებით მე ხაც უკვე მუშაობ მექსიკურ რესტორანში. საქართველოში უდიდესი ძალა და ასია საერთოდ მთელ ევროპაში და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მოსახლეობის 70% განვითარებულ ქვეყნებში მიდის პროფესიულ სასწავლებლებში, პროფესიულ კოლეჯებში, სადაც იძენენ მათთვის აუცილებელ და საჭირო პროფესიას. ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლებელი 2009 წელს IT განათლების საუკეთესო მიმწოდებლად დასახელდა. მულტიმედია და ვებ ტექნოლოგიების, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტებზე კერძო კომპანიებიდან დაინტერესება ძალიან დიდია. კარგია რომ განათლების სამინისტრო მიაქცევს ყურადღება ესეთ სასწავლებელს, იმიტომ რომ ნამდვილი პროფესიონალები გავლენ, იმიტომ რომ ზუსტად ეცოდინება რას ისწავლის და ესე თავგზავნილი არის სწავლის სადღაც და მე არ ინანებს იმაზე, რომ ამდენი წელი დაკარგა უაზროდ. რეალურად ჩვენ სამუშაო ბაზარს სჭირდება პროფესიონალები სხვადასხვა დონეზე და მათ შორის შეიძლება ინჟინრებზე უმაღლეს დამთავრებულ კადრებთან შედარებით არანაკლებია მოთხოვნა კონკრეტული სპეციალობებიდან გამომდინარე. საქართველოში სულ 42 პროფესიული სასწავლებელი არსებობს. უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდების გამარტივებული წესით ჩაბარება აუცილებელი. სახელობო პროფესიულ სასწავლებლებში მოსახვედრად კი ამის საჭიროება არ არსებობს. პროფესიული სწავლების ცენტრებში სტუდენტები სწორედ იმ ცოდნასა და უნარებს ეუფლებიან, რაც მათ დასაქმებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ამიტომაც პროფესიულ განათლებაში სერიოზული რეფორმები იგეგმება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივცეთ შესაძლებლობა ჩვენ მოსახლეობას, რომ აითვისონ ახალი პროფესიები და ძალიან ადვილად დასაქმდნენ მერე. ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა შეეძლოს პროფესიული შესაძლებლობების განვითარება. პროფესიული სასწავლებელი კი არის დაწესებულება, სადაც კურსდამთავრებულები ადვილად პოულობენ საკუთარ ადგილს შრომის ბაზარზე.